მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვალერი გველუკაშვილი, თქვენ უყურებთ Ars ქართული ამერიკა. დღეს მინდა მწვანე ბარათის ლატარიაზე გესაუბროთ, მოსალოდნელ სიახლეებზე, ცვლილებებზე და ასე შემდეგ დავიწყეთ. ოდითგანვე იყო განხილვაში განსაკუთრებით რესპუბლიკური პარტიის მხრიდან, რომ მწვანე ბარათის ლატარია იყო შესაძლებელი ან გასაუქმებელი ან რაიმე ტიპის მოდიფიცირება გასაკეთებელი. ყოველთვის ოპონირებდნენ ხოლმე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები, რომ მწვანე ბარათის ლატარია გამოყენებული არის ტერორისტების მიერ, ანუ ერთ-ერთი ხელსაწყო ამ ქვეყანას შემოსვლის ასე შემდეგ და ძალიან არაერთხელ ყოფილა მცდელობა ამისა, რომ შეგაეტანათ მაგალითად სმენაზე ეს ცვლილება და როგორც კანონი ესე მიიღოთ. აქამდე წარმატება ვერ მოიპოვა ამ ყველაფერმა. ერთადერთი რეგულაცია, რაც რამოდენიმე წლის წინ შეიტანეს, ეს იყო პასპორტის მონაცემების გამოყენება, საზღვარგარეთის პასპორტის, ვინც ხშირად ავსებს, გემახსოვრებათ, რომ საზღვარგარეთის პასპორტის მონაცემები აუცილებლობა იყო, თუმცა მოსამართლეებმა ეს დაბლოკეს და მიზეზად დაასახელეს, რომ აფრიკაშიო უმეტეს ადამიანს არ აქვს პასპორტი და მარტო მონაწილეობის მისაღებად ძალიან ძვირიჯდებაო, რომ პასპორტი აიღონ თუ საჭიროება საწარმოო, ერთ-ერთი მიზეზი იყო რა. აქედან გამომდინარე, მის მერე ცვლილებები არ მოხდა, თუმცა ამ თემაზე ლაპარაკი ყოველთვის გრძელდებოდა. დღესდღეობით ისევ რესპუბლიკელების მიერ შეტანილი არის სენატზე დიდი პაკეტი ცვლილებების განხილვის, ეს კონკრეტულად მწვანე ბარათს არ ეხება და მის ლატარიას, ზოგადად დიდი პაკეტია, რომელიც შეიცავს ამასაც და მინდა ზუსტად ამ თემაზე გესაუბროთ, იმის გამო, რომ რესპუბლიკელები აკონტროლებენ სენატის დიდ ნაწილს, სავარაუდოდ დიდი შანსია, რომ ამ წარდგენილ შეთავაზებულ ცვლილებებს მიიღებენ. შეიძლება რაიმე ტიპის ცვლილებები მოხდნენ, მაგრამ მაინც ძირითადი რას თვალში მომხდა, ეს იყო ამ ლატარიის ფასიანობა, ანუ ფასიანის გახდა, ანუ ფასის დადება უბრალოდ ვეღარ ჩამოვაყალიბე. მოკლედ, ლატარიაში მონაწილეობის მიღება აქამდე თუ იყო უფასო, უბრალოდ ინფორმაცია შეყავდათ რესპუბლიკელების ახალ წარდგენილ ინიციატივაში, რომელიც გატანილი აქვს დასაკანონებლად წერია, რომ მინიმუმ მონაწილეობის მისაღებად $250 უნდა გადაიხადოს მსურველა მონაწილეობის. ეს არის მინიმუმ, ანუ ზედაზღვარი არ დაუდგენთ, ქვედაზღვარზე საუბარი და როგორ დაადგენენ და რა ციფრს მიიღებენ, ზუსტად ამ ეტაპზე არ ვიცი, თუ ბევრი ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის და ასევე იმის მოგების შემთხვევაში, როდესაც უკვე DS-260 ფორმა ალბათ გეცოდინებათ, ვინც გაიარა ეს, დამატებითი ფორმებით შესაბამისად დამატებით საფასურს არ წარმოადგენდა, უნდათ რომ თუ არ ვცდები $500 ფარგლებში განათავსონ, ანუ დააწესონ საფასური, რომელიც ფაქტიურად ძალიან ზრდის ხარჯებს, მაგრამ მოდი ახლა ვილაპარაკოთ მინუსებზე, პლუსებზე, მოსალოდნელ ცვლილებებზე, აქამდე შეთავაზებულ ცვლილებებზე და ასე შემდეგ. მოკლედ, აღმოჩნდა რესპუბლიკური პარტიისთვის სულაც არ ყოფილა პრინციპული მწვანე ბარათის ლატარიის გათამაშების აკრძალვა იმ მიზეზით, რომ ვითომ ტერორისტები შედიოდნენ. აღმოჩნდა, რომ დღეს თურმე ტერორისტები $250 ვეღარ გადაიხდიან, ამიტომ ეს არ იყო ძირითადი მიზეზი, ოპონირების საშუალება იყო პოლიტიკური ვაჭრობის თემა. არც დღეს შეიცვალა რამე. იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან ორიენტირებული არის ფინანსებზე, თუ არ იცით აქამდე ტრამპის უშუალოდ ინიციატივით 5 მილიონიანი ოქროს ბარათს ყიდიან, არ ვიცი სიმართლე გითხრათ შევიდა თუ არა ძალაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ალბათ შეიყვანენ ძალაში. ტრამპმა ესეთი ლირიული გადახოვა ახალი პროგრამა მოიგონა, რომ ვისაც 5 მილიონის გადახდა შეუძლიაო ოქროს ბარათს გავყიდიო და შეუძლიათ იგივე მწვანე ბარათს ალტერნატივა იქნება და ვისაც საშუალება ექნება 5 მილიონით იყიდის ამ ბარათს და შემოვა ქვეყანაში გააგრძელებს ცხოვრებას, მუშაობას და შემდეგ რაღაც ეტაპზე მოქალაქეობის მიღებასაც. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ფინანსებზე ორიენტირებული თეთრი სახლი არის და არც არაფერი იყო ამაში მოულოდნელი, იმიტომ რომ
მილიარდელი ბიზნესმენი უდგა სათავეში, რომელსაც ფინანსური ინტერესები ძირითადად უფრო ამოძრავეს ვიდრე ქვეყნის და ხალხის. ეს უნდა ვაღიაროთ, ვისაც არ უნდა აღიარება, ეს უკვე მათი პრობლემა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. ამიტომ აღმოჩნდა პრინციპული არ ყოფილა მწვანე-ბარათის გაუქმება ან ცვლილებების შეტანა და დაადეს საფასური. თუ გაიტანეს, რა თქმა უნდა, ამ შეთავაზებული წინადადები თუ რამე არ შეცვალეს. ალბათ მსჯელობები იქნება და ან შეეხებიან, ან არ შეეხებიან მაგას. მინუსები ის არის, ერთადერთი მინუსი პრინციპში, რაც შეიძლება რომ მოიძებნოს, არის ის, რომ ვისაც $250 საშუალება არ ექნება, ან ვერ გაიმეტებს შანსისთვის, იმიტომ რომ ეს ხო არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მოიგებთ. ეს არის უბრალოდ მონაწილეობის ადგილი რო იყიდოთ, ეს ადამიანები ვერ მიიღებენ მონაწილეობას. ამაზე მთავრდება ჩემი განმოსახედიდან სუბიექტური აზრით მინუსი. ეხლა პლუსი. პლუსი არის პირველ რიგში იმაში მდებარეობს პლუსი, რომ აქამდე ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანებს, რომელიც ნაკლებად იყვნენ დაინტერესებული ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრირებაზე და უბრალოდ უფასო იყო ამის შევსება და ბედის ცდა უნდათ, ესეთი ადამიანები ხშირად ავსებდნენ მწვანე-ბარათის აპლიკაციას. ვინც რაც უფრო მეტი ადამიანი ავსებს ამ აპლიკაციას, რა თქმა უნდა, შანსი უფრო იკლებს იმ ადამიანებს, რაც მართლა უნდა წასვლა. და ძალიან ხშირად მოხდა ჩემს გარშემო სხვათა შორის და ასევე სხვის გარშემოც დარწმუნებული ვარ, გაგებული იქნებათ, მოიგეს მწვანე-ბარათი ვიღაცეებმა და ესე დაფიქრა, აღარ მინდა. გადაიფიქრეს, ანუ всё, გაუქმდა ეგ, უბრალოდ ჩავთვალოთ ეგ ადგილი რა. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ეგ პლუსი არის, რომ ისეთი ადამიანები, ვისაც მაინც და მაინც დიდად არ ადარდებს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხვედრა, ამ პროგრამას ბოროტად ვეღარ გამოიყენებენ. მეორე არის კომპანიები ან სხვადასხვა ტიპის მაიმუნი აფერისტი ადამიანები, ვინც სხვის მაგივრად ცდილობდნენ, რომ შეევსოთ იდენტური აპლიკაცია და რას ნიშნავს ახლა ეს? ერთ-ერთი რეგულაცია არის ის, რომ მაგალითად მე ვალერი გოლუკაშვილი, მე რომ მოვინდომო აპლიკაციის შევსება, შევიყვანო ინფორმაცია, მე წელიწადში შემიძლია მხოლოდ ერთი აპლიკაცია შევასვო, ანუ ერთ სეზონზე ერთი აპლიკაცია, ჩემზე მეტი აპლიკაციის შევსება აღარ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომატურად ჩალსია შევდივარ იმ წლისთვის, როდესაც შევავსე და იბლოკება ჩემი ანკეტა. აბა ეხლა დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს? ვიღაცა თქვენთვის არც თუ ისე კეთილის სურველი თუ გამოჩნდება, შეუძლია რომ თქვენი სახელით შეავსოს აპლიკაცია, ანუ თქვენ თქვა შეავსეთ, იღეთ მონაწილეობას, შევიდა და იგივე ანალოგიური, არა და ელემენტარული ინფორმაცია ხო თქვენ საჭირო, სახელი, გვარი, დაბადების დღე და რაღაც მისამართი და არაფერი ისეთი განსაკუთრებული, ხო? ნებისმიერმა თქვენმა გარშემოყოფმა შეიძლება ეს ინფორმაცია მოიპოვონ ან დღევანდელი ინფორმაციის ხელოვნური ინტელექტის ყვალობა შეიძლება ჩაწეროთ ადამიანი და სრული ინფორმაცია მიიღოთ ის რაც გჭირდება. მოკლედ, იყვნენ ადამიანები და ორგანიზაციები, ვინც მაიმუნობდნენ და ასე უფუჭებდნენ ადამიანებს საქმეს, ავსებდნენ სხვისი სახელითაც და შესაბამისად დუპლიკატი რო ფიქსირდებოდა, ან ორჯერ შევსებული, ორჯერ ან მეტი, ის ადამიანი ავტომატურად იბლოკებოდა. არ ამგონია ახლა ამ ორგანიზაციებმა ან ბოროტმოქმედებმა რაღაცნაირად $250 გაიღონ უბრალოდ მაგისთვის, რომ ვიღაცა საქმე გაუფშოთ, თუ ძალიან დაინტერესებული არის. თუმცა მასიურად ვერ გააკეთებენ. ეს არის მეორე დიდი პლუსი, რასაც მე ვიტყოდი. ასევე დიდი პლუსი არის შანსები გაიზრდება 1,000-1,000 შეიძლება. წარმოიდგინეთ იმის გამო, რომ უფასო იყო და ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების ისე უბრალოდ დილი ხორზე ავსებდნენ, ეს რაოდენობა ძალიან შემცირდება. $250 გადახდა, ისედაც არ არის ადვილი მით უმეტეს ქართულ რეალობაში, მაგრამ ისეთი ადამიანის მიერ გადახდილი ხო საერთოდ წარმოუდგენელი, ვისაც დიდად არ არის წარმოუდგენელი, რომ ესეთ ადამიანმა ადგეს და ისე უბრალოდ შაბაშივით გაისროლოს. აქედან გამომდინარე, თუ საშუალოდ პლუს-მინუს ბოლო სტატისტიკა გადასამოწმებელი მაქვს, მაგრამ თუ წელიწადში იღებდა მონაწილეობას საქართველოდან დაახლოებით 100,000 ადამიანი, პლუს-მინუს შეიძლება მეტი, შეიძლება ნაკლები, რაღაცა მოლოდინი მაქვს, რომ მინიმუმ განახევრდება, ან შეიძლება, რა ვიცი, კიდევ უფრო ნაკლები შეივსოს. წარმოიდგინეთ, თქვათ, 100,000 თუ იყო აქამდე მონაწილე, ან 150,000 და 20,000-ზე რო ჩამოვიდეს, იმის გამო, რომ ზუსტად ისეთი ადამიანები ავსებენ, ვისაც
პირველ რიგში შეუძლია ამის გადახდა, მეორეც ერთი ვისაც მართლა აინტერესებს და მართლა უნდა ამ შანსის მოგება. ეხლა დარწმუნებული ვარ ადამიანები შემოვლენ კომენტარებში, ან გაიფიქრებენ ვინც უყურებს ამ ვიდეოს, აბა ძმაო, ესე იგი ვისაც ფული არ აქვს, ვიჩაგრებით? არა, არ ცოდის, არ ყოფილა მწვანე ბარათის ლატარე გათვლილი იდეაში ღატაკ ადამიანებს, ანუ ღარიბ ადამიანებს და რატო? რომ მოიგოთ იგივე რეგულაციით, რაც დღეს არის, ანუ უფასოდ შევსებით, ფინანსები მაინც გჭირდებათ იმისათვის, რომ მოსამზადებელი სამუშაოები გაწიოთ, გადაიხადოთ შესაბამისი გადასახადები და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდეთ. ამიტომ არც ეს არ ყოფილა გათვლილი ეს პროგრამა, რომ რაღაცნაირად დაბალ შემოსავლიანზე ან საერთოდ უფულ ადამიანზე უნდა ყოფილიყო გაცემული. ყოველთვის იყო გათვლილი, უფრო უმეტიც, ვისაც მოგებული აქვს, ანუ იცით, რომ ითხოვენ მინიმუმ ფინანსურ წყაროს, ან სპონსორებს, რომელიც მაგალითად თავის თავზე აიღებს ფინანსურ პასუხისმგებლობას, როდესაც ადამიანები მოხდებიან ამ პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამიტომ ის, რომ რაღაცნაირად დისკრიმინაციული იქნება ეს ყველაფერი, ჩემი გადმოსახედიდან არ იქნება სამართლიანი, იმიტომ რომ არც არ ყოფილა გათვლილი ეს პროგრამა, რომ ყოფილიყო უფულ ადამიანებზე, იმიტომ რომ ფული ყველა ვარიანტში ჭირდება, ამერიკა არამც თუ რეკომენდაციას წევს, ითხოვს კიდევაც, რომ ფული ჩამოვიდეს ადამიანი თუ ამ პროგრამაში მოიღო. აქედან გამომდინარე, ძირითადად პირადად მე, როდესაც მეტნაკლებად უფრო ვოპონირებ ხომ რესპუბლიკური პარტიის მიერ შეტანილ ინიციატივებზე, რადგან როგორც წესი სიგიჟეებთან აქვთ ხოლმე კავშირი, არ მომწონს ხოლმე, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ შემიძლია არ დავეთანხმო. კი, რა თქმა უნდა, ფინანსების გადახდა არ არის სასიამოვნო, მაგრამ მეორეს მხრივ იმდენად ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემის პოტენციურ გადაწყვეტამდე მივლენ, რომ იმ ადამიანებს, ვისაც რეალურად უნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხვედრა, შანს 1-10, 1-20, 1-30 გაუზრდის. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ეს არ არის, რა თქმა უნდა, კანონი მიღებული, თუ არ ვცდები 1-2 კვირაში უნდა იყოს განხილვა ამ პაკეტის, რომელიც შეიცავს სამცველებასაც, თუ მიიღეს ეს როგორც კანონო ცვლილების გარეშე, უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება მერე და უფრო დიდ ნაწილს ჩანაწერისას ვნახავთ, მაგრამ ამ ეტაპზე ესეთი მდგომარეობა არის, სავარაუდოდ, თუ მიიღეს მომავალი წლისთვის ადამიანებს მიეცემათ საშუალება, რომ გადაიხარონ $250 მინიმუმ, კიდევ შეიძლება გაზარკვაც მარიცის და მიიღონ მონაწილეობა. უარესით შეიძლება მომხდარიყო და რა გაუქმებაზე ხო ქონდათ ყოველთვის მიდრეკილება რესპუბლიკურ პარტიას და შეეძლო რომ გაეუქმებინათ საერთოდ პროგრამა აღარ იარსებებდა. უნდათ შეეცვალათ მონაწილეობის მიღების წესები, მაგალითად განათლება სასკოლო განათლებიდან აეწიათ უმაღლეს განათლებამდე, რაც პრობლემა იქნებოდა, ვისაც უმაღლეს განათლება არ აქვს, ფიზიკურად ვერ მიიღებდა მონაწილეობას. ასევე უნდათ დაემატებინათ რაღაც სხვადასხვა მოთხოვნილები, მაგალითად ენის ცოდნაზე. ეხლა არანაირი შეზღუდვა არ არის, თუ ადამიანმა ენა არ იცის, ჩვეულებრივად იღებ მონაწილეობას და პრობლემა არ გექნებათ. ეს ცვლილება რომ მოეხდინათ, თუ ენა არ გეცოდინებოდ რაღაც დონეზე, პროგრამაში ვერ მიიღებთ მონაწილეობას და ასევე კიდევ უნარჩვევები შეიძლება რაღაც პროფესიები, განათლებასთან პროფესიები. მოკლედ, უარესით შეიძლება მომხდარიყო და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი შეირჩა. პროგრამა ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ იყო და მეც და სხვებსაც, ვინც თვალსადევნებს ამ ორ-ორ ტრიალს მწვანე ბარათის გარშემო, წელს ყველაზე დიდი შანსი ქონდა, რომ გაუქმებულიყო და არ გაუქმდა, ეს უკვე ძალიან პოზიტიური არის და ასევე დაემატა გადასახადები, რომელიც ძალიან გაზრდის იმ ადამიანების შანსს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხვედრის, ვისაც რეალურად უნდა და სჭირდება აქ მოხვედრა. სხვა ქვეყნებზე მოდი ჩვენ ვიდარდებთ, ჩვენ საქართველოს ვიდარდოთ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, აქაური მოსამართლეები ისევ აფრიკაზე დაიწყებენ დარდს, მაგრამ ჩვენ მოდი ჩვენ საქართველოს ვიდარდოთ. ყველას გისურვებთ წარმატებას, მომავალი წლისთვის იმედია, რომ უფრო სამართლიანი გახდება ეს პროგრამა და ვინც ბევრი წლები თამაშობს და არ გაგიმართლა და მართლა გინდათ ამ ქვეყანაში მოხვედრა და ძალიან ელოდებით, ვინ იცის, შეიძლება თქვენი შანსის დადგეს და იმდენად გაიზარდოს მოგების შანსი, რომ ფაქტიურად უკვე ჩემოდრემს ალაგებდეთ იქნებოდეს და წარმატება ყველას, მადლობა რომ უყურებთ ჩემს, გამოწერა არ დაგავიწყდეთ და მომავალ შეხვედრამდე ახალი ვიდეოები და საინტერესო თემებით. კარგად გასაგებთ.